სულიერი არის ის ადამიანი, ვინც თავის თავში ღვთის სულის მატარებელი. აი ეს არის სული. ძალიან მოკლე და მარტივი განმარტება. ანუ ვინც თავის თავში ღვთის ძალას, ენერგიას, სულს დაატარებს, ის არის სულიერი ადამიანი. რაც არ უნდა ვიშრომოთ, როგორთაც არ უნდა მოვინდომოთ, როგორთაც არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ღმერთთან ურთიერთობა, როგორთაც არ უნდა გვსურდეს, რომ სულიერ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, თუ ღვთის მადლი არ არის ჩვენში, თუ ღვთის სული არ შემოდის ჩვენში, ჩვენ ვერ ვიქცევით ვერანაირად სულიერ ადამიანად. ერთი იოტის ოდენა წინსვლა არ გვექნება. პირიქით, აი ამ მოჩვენებითმა ჩვენმა გარეგნულმა მსახურებამ იცის გონების დაბნელება, ხიბლში ჩავარდნა, თვითკმაყოფილებაში, რომ აი მე რამდენს ვაკეთებ, მე სხვაზე უკეთესი ვარ, მე ბოროტებაზე უარი ვთქვი და სიკეთეს ვაკეთებ, მაგრამ მაინც არ მაქვს ღვთის მადლი. იმიტომ რომ ამან ყველაფერმა ჩემში მოიტანა ქედმაღლობა, ამპარტავნება. შეიძლება ბევრ სიკეთეს აკეთებდე უამრავს, მაგრამ ელემენტარული სიმდაბლე არ გქონდეს. აბა როგორ ახარ სულიერი? სიმდაბლეა წყარო სულიერების. სიმდაბლეა ის მდგომარეობა, რომელიც განაპირობებს მერე ღვთის მადლის მოხვეჭას ადამიანს.